საქართველოში 2015 წლის თებერვალში დარეგისტრირდა პრეპარატი რიგვირი, რომელიც შექმნილი არის ლატვიელი მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან. 2008 წელს ის დარეგისტრირდა ლატვიაში და უკვე რამოდენიმე 1000 პაციენტზე არის მიღწეული საკმაოდ კარგი ეფექტი. ამ პრეპარატის უპირატესობა არის ის, რომ ეს არ არის ქიმიური პრეპარატი, ეს არის ვირუსი, სპეციალურად გამოყვანილი, ოღონდ არა გენმოდიფიცირებული. მისი ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ეს ვირუსი ეძებს და ყვავილობს კიბოს უჯრედებს და ანადგურებს მათ და ყველა ეს დიდი უპირატესობა არის ის, რომ არის ძალიან ეფექტური კიბოს უჯრედების წინააღმდეგ, არ აქვს გვერდითი მოვლენები და არის მთლიანად უსაფრთხო, აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და მოქმედებს ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როდესაც ალტერნატიული მკურნალობის გზები არ იძლევიან შედეგს. გაიყიდება ჯერჯერობით ავერსის ერთ აფთიაქში აღმაშენებლის გამზირზე 158 ნომერში და ერთი ფლაკონის ფასი არის 1050 ლარი. ოღონდ მწარმოებელი კომპანიის საშუალებით პირველ რამოდენიმე ათეულ პაციენტს ერთი ფლაკონის შეძენისას ერთი ფლაკონი მიეცემათ უფასოდ. მე ვფლობ ინფორმაციას საქართველოში მელანომასთან დაკავშირებით. ეს პრეპარატი არის სწორედ მელანომის სამკურნალოდ მოწოდებული და გახლავთ ძალიან საინტერესო კონცეფცია, იმიტომ რომ ვირუსი ანადგურებს ამორჩევითად სიმსივნის უჯრედებს. საქართველოში მელანომით დაავადებული პაციენტები უპირატესად გვიან სტადიებში ვლინდება. ეს გახლავთ ის სიმსივნე, რომელიც ძალიან ძნელად ექვემდებარება არსებულ ქიმიოთერაპიულ თუ რადიოთერაპიულ მეთოდებს. ამიტომ ნებისმიერი ახალი კონცეფცია არის ძალიან საინტერესო, მით უმეტეს ეს, როდესაც პრეპარატის მიღებას არ ახლავს გვერდითი მოვლენები. ჩვენს ქვეყანაში გამოცდილება ამ წამლის ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ჩვენი კოლეგების გადმოცემით ეს არის პრეპარატი, რომლის მიღებას თან არ ახლავს გვერდითი მოვლენები, გარდა უმნიშვნელო ცხელების. ამდენად ჩვენ ველოდებით შედეგებს, რა გვექნება საქართველოში და როგორ გამოიყენებენ ამას ქართველი ექიმები მელანომიან პაციენტებში. Преимущество ригвира над всеми сегодня известными модификациями, генными модификациями натуральных вирусов состоит в том, что для этих вирусов, которых сегодня пытаются продвинуть наши конкуренты, характерно, что они должны быть инициированы прямо в опухоль. Ригвир, как я сказал, нативный, безопасный вирус, выделенный из здорового ребенка, и поэтому иммунная система к нему относится очень пассивно. То есть она его не уничтожает. И он может быть введен куда-либо в организм, он найдет любую клетку и любой метастаз. С другими по метастазам будет плохо, потому что вы не будете вколоть в каждый метастаз, туда еще доступ иметь надо.